როგორც მოსალოდნელი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისში სხვადასხვანაირად კითხულობენ. საბოლოო ვერდიქტს ისტორიულ გამარჯვებად აცხადებს სარჩელის ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას შეფასებით გარდა იმისა, რომ საქართველო ვალდებულია დაზარალებულებს კომპენსაციები გადაუხადოს, ასევე ვალდებულია დაადგინოს სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები. იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილებაში სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე პროტესტის მონაწილეთა გაუფრთხილებლობაზეა საუბარი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში მხოლოდ იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც წერია, რომ სახელმწიფო უწყებებზე შტურმი ხორციელდებოდა. ყოფილი პრემიერის მიმართ საქმეზე წარდგენილ ბრალს გახარიას გუნდი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თუმცა ასე არ ფიქრობს მმართველი გუნდი. ქართული ოცნება აქციის დაშლისას გადაცდომებს აღიარებს, სრულ პასუხისმგებლობას კი ყოფილ თანაგუნდელს აკისრებს. ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით სპეციალური საშუალებების ერთობლივად გამოყენებაზე დავალების გაცემამ, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე. ეს არის მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. ანა ბროლაძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ანა. სტრასბურგის სასამართლოს ზედაპალატის გადაწყვეტილება, ისევე როგორც ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი თუ გადაწყვეტილება, ყველა მხარემ ისე წაიკითხა ქვეყანაში, როგორც მათთვის არის მოსახერხებელი და პოლიტიკური შეფასებების მოვისმინეთ სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე. თუმცა დღეს მაგალითად სარჩელის ავტორ ორგანიზაციაში, საიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ მან გამოკვეთა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეთა მიმართ იყო არაპროპორციული და ამ შემთხვევაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება მსჯელობის საგანი, რომ გარკვეულწილად გაიწეროს რეგულაციები, რა შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ამ შემთხვევაში მაგალითად რეზინის ტყვიები. გიორგი გახარიას გუნდი სპეციალური განცხადებით მიესალმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ თქვეს, რომ დადასტურდა ამ გადაწყვეტილებით ის, რასაც წლების განმავლობაში, მათ შორის მათი პარტიის დამფუძნებელი და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდგომ მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების გუნდის ამბობდა. ერთი ის, რომ ნამდვილად იყო შტურმი და შტურმის მცდელობა სახელმწიფო ინსტიტუციაზე და მეორე ის, რომ გიორგი გახარიას არ გაუწია ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და დღეს სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს გახარიას საქართველოსთვის გუნდის აღმასრულებელი მდივანი. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა ის, რასაც თავადაც გამოხატავდნენ წლების განმავლობაში, როდესაც მიუთითებდნენ იმაზე, რომ დღის წესრიგში იდგა ამ შემთხვევაში აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეთა მოგერიება ერთი მხრივ და მეორე მხრივ თავად გიორგი გახარიაც საუბრობდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებდა იმაზე, რომ ძალა იქნა გამოყენებული და ამ შემთხვევაში უკვე დადასტურებულად არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ ნაწილში მმართველი გუნდი მხოლოდ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს და იხსენებენ განცხადებებს ყოფილი თანაგუნდელის, როდესაც ის ამბობდა, რომ თავად იღებს პასუხისმგებლობას განვითარებულ მომენტებზე, განვითარებულ პროცესებზე და რომ განმეორებული იყო იგივე მოცემულობა, მისი ქმედებები, მისი ბრძანებები იქნებოდა კვლავაც იდენტური. სტრასბურგის სასამართლო ცალსახად ამბობს, რომ ეს არის საქართველოს პასუხისმგებლობა, რომ არ წარმართა მათ შორის გამოძიება ეფექტიანად და ამ დროისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არ არიან მიცემული კონკრეტული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ დარბევაში და ამ გამოძიებას ჰქონდა სერიოზული ხარვეზები. სწორედ აქედან გამომდინარე დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა. ცხადია, გამოძიების ვალდებულება არის შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, აქ იგულისხმება პროკურატურა, მანამდე ეს იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც დღეისთვის აღარ არსებობს, მაგრამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება იმ პერიოდში, როდესაც ის ამ საქმეს იძიებდა და დღესაც პროკურატურის მხრიდან არ ჩანს კონკრეტული ეს შედეგები, რომელიც ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას დაანახებდა საზოგადოებას. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისს ხორციელდებოდა შტურმი სახელმწიფო ინსტიტუციებთან თავდასხმა სამართალდამცავებზე, რა დროსაც სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ იცით, რომ გიორგი გახარიას ბრალდება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც ასევე მითითებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია და არაპროპორციულობის ნაწილში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ რეზინის ტყვიებთან დაკავშირებულ ეპიზოდს ეთმობა. შესაბამისად
აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ადასტურებს, როგორი შეთითხნილი ბრალდებით მიმდინარეობს დევნა სამართლებრივი გიორგი გახარიას მიმართ. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რაც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ეს აქციები იყო ძალადობრივი, აქ ხორციელდებოდა შტურმი პარლამენტზე, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბატონი გახარიას მიმართ არის გამოძიება დაწყებული, ეს არის პროპორციულობის მიმართულება და ეს არის, ასე ვთქვათ, რამდენად იყო იმის სტანდარტი დასული, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას, მათზე იქნა გამოყენებული ისეთი საშუალებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ეს კითხვები ბატონ გახარიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არსებობს და სწორედ ამიტომ არის საქმე აღზრული ქართულ სასამართლოში. გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს ქართული ოცნება და ოპოზიციური სპექტრის იმ წარმომადგენელთა განცხადებით, რომელთა პარტიებიც თავის დროზე 19-20 ივნისს მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობასთან, დღეს ამბობენ, რომ მხოლოდ გიორგი გახარიასთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით ვერ შემოიფარგლება ქართული ოცნება და ვერ გადაირჩენს თავს. ასეთია მათი პოლიტიკური შეფასებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ გამოძიება არ იყო ეფექტურად წარმართული, რაზეც მიუთითებს ამ შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლო და გამოძიებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ შორის ხელისუფლებას. სხვადასხვა შტოები იყვნენ ვალდებულები, რომ ეს ობიექტური პროცესი წარემართათ და ყველა შეკითხვაზე გაეცათ პასუხი, დამნაშავეები დაესაჯათ. ასეთი არის ოპოზიციური სპექტრის შეფასება. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ სწორედ იმის გამო, რომ წლების წინ გამოძიება არ იქნა წარმართული, მას შემდეგ რაც ქვედა პალატამ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოძიება დაეწყო ახლიდან, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. ხელახლა პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამოიკითხნენ დაზარალებულები და სწორედ ამ ახალი გამოძიების ფარგლებში აქვს ბრალი წარდგენილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას. პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც პროკურატურას, ისე სასამართლოს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ანუ ქართული ოცნების მცდელობა, რომ ყველაფერი გახარიას დააბრალოს, რა თქმა უნდა, არის ტყუილი და პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელება. გახარიას აქვს თავისი მძიმე პასუხისმგებლობა 2019 წლის 20 ივნისში, იმიტომ რომ პოლიცია იყო ის, ვინც სისტემური ძალადობა ჩაიდინა, მათ შორის წამების დანაშაული ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ის, ვინც მე არ გამოიძია ეს დანაშაულები, მათზეც საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ამიტომ მარტო გახარიათი პასუხისმგებლობა ვერ შემოიფარგლება. დამნაშავეა როგორც ქართული ოცნება, ასევე დამნაშავეა გახარიას პოლიტიკური ჯგუფი და მათ აქვთ ეს პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი. 2019 წლის 20 ივნისს მათ იძალათ ხალხზე, მათ მოუწყეს ფაქტიურად ფიზიკური განადგურება ქართველ ხალხს და კი ქართველი ხალხი მათი ხელით არ არის გაწირული. საკუთარი სისხლი და ხორცი გაწირეს და ეს დაადგინა სწორედ ევროპულმა სასამართლომ. აი ამ ადამიანებს აღარ აქვთ აღარც პოლიტიკური, აღარც მორალური უფლება გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა არალეგიტიმურ პარლამენტში. პირდაპირ დაადგინა დარღვევა იმასთან დაკავშირებით, როგორც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, რომ წამების მუხლის ეფექტური გამოძიება არ ხდებოდა განზრახ, ვინაიდან სახელმწიფოს და ხელისუფალს აქვს ყველანაირი ბერკეტი და შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება იქნას დადგენილი და ეს არის მიზანმიმართული ქმედება, მიზანმიმართულად საქმის არ გამოძიება და მიზანმიმართულად აი ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების არ დადგომა და სამართლიანი შედეგის ამ შემთხვევაში არ დადგომა და სამართლის წართმევა დაზარალებული ნაცემი და სავარაუდო ნაწამები მოქალაქეებისათვის. აქ არ ყოფილა დადასტურებული, რომ ადამიანების წამება მოხდა, ანუ წამების ნაწილში, რომ მესამე მუხლის დარღვევა დადგინდა, იმ ნაწილში, რომ არ არის გამოძიება ბოლომდე მიყვანილი. ანუ პროცედურულ ნაწილში არის დარღვევა დადგენილი და მათ შორის ამჟოლო არის რამდენად უნდა ყოფილიყო ის კონკრეტული ტყუების გამოყენებული და კონკრეტული პირების მიმართ და რა თქმა უნდა, ამაშიც სრულად პასუხისმგებლობას როგორც თვითონ აცხადებს, იღებს გიორგი გახარია. განცხადებები მისი ერთია, მაგრამ რეალურად ხედავთ, რომ იგი ემალება გამოძიებას და ემალება მართლმსაჯულებას. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 19-20 ივნისს იმართებოდა ძალადობრივი აქცია, სადაც პირდაპირ შტორმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე და ამავდროულად სტრასბურგის სასამართლომ ლეგიტიმურად მიიჩნია აღნიშნული მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენება საპოლიციო საშუალებისა. ამავდროულად დაადგინა დარღვევა პროპორციულობის ნაწილში. მნიშვნელოვანი იყო, რომ დაიწყო გამოძიება, გამოძიების შედეგები კი
ყველასათვის ცნობილია. გახარიას, რომელიც გაქცეულია გერმანიაში, დაუსწრებლად წარადგინა ბრალი, რომელსაც თვითონაც აღიარებდა, რომ იგი სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნება საუბრობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობაზე. გიორგი გახარიას თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ უკვე მიმართეს საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვენ, რომ საქმეზე მეტი ობიექტურობისთვის და სრული სურათის შესაქმნელად, იმისთვის რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი იცოდეს რა ხდებოდა 19-20 ივნისის ღამეს, ისინი ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და მამუკა მდინარაძის დაკითხვას. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.